მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 31. ბრტყელი ჰაერიანი კონდენსატორი მიუერთეს დენის წყაროს და შემდეგ ფირფიტებს შორის მანძილი ორჯერ გაზარდეს. შეუსაბამით ციფრებით დანომრილ ფიზიკურ სიდიდეებს, ასოებით დანომრილი შესაძლო ცვლილებები პასუხების ფურცელზე ცხრილის ათანადო უჯრედებში დასვით ნიშანი X. კარგით, პირველი ეს არის კონდენსატორის ტევადობა, როგორ შეიცვლებოდა ეგ გვაინტერესებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფირფიტებს შორის მანძილის დაშორებამდე პირველ შემთხვევაში C1 ტოლი იქნებოდა ε0 S-ი შეფარდებული D1-თან, D-სთან და რადგანაც გითხრებს, რომ ფირფიტებს შორის მანძილი ორჯერ გაზარდესო, ესე იგი D ორჯერ გაზრდილა, შესაბამისად C2 ტოლი იქნება ε0 S-ი შეფარდებული 2D-სთან და აქედან ჩვენ ახლა C1 თუ შევაფარდებთ C2-თან, ნახოთ რაც მივიღებთ. ეს ტოლი იქნება ε0 S-ი შეფარდებული D-სთან, გაყოფილი ε0 S-ი შეფარდებული 2D-სთან, ანუ გამრავლებული 2D ε0 S-თან. ესენი გვეკვეცება, D-ების გვეკვეცება და საბოლოოდ ვიღებთ 2-ს. ანუ გამოგვივიდა, რომ C1-ის ფარდობა C2-თან ტოლი არის 2-ის, ანუ ეს ჩანაწერი გვეუბნება, რომ C1 C2-ზე ორჯერ მეტი არის. C1 თუ C2-ზე ორჯერ მეტი არის, C2 ორჯერ ნაკლებია, ესე იგი ორჯერ შემცირებული. პირველ შემთხვევაში გამოგვდის, რომ კონდენსატორის ტევადობა, გადავხაზოთ თან, რასაც გავაკეთებთ, შემცირდა ორჯერ. ანუ პირველში პასუხი იქნება B. ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორეში კონდენსატორის მუხტი. ხო, თუ გავითვალისწინებთ, რომ Q1 ჩვენ შემთხვევაში არის C1 U1 იქნება, Q2 იქნება C2 U2, საიდანაც Q1-ის ფარდობა Q2-თან ტოლი გამოგვივა C1 შეფარდებული C2-თან, გამრავლებული U1 შეფარდებული U2-ზე. ეხლა პირობით გვეუბნებიან, რომ კონდენსატორი მიუერთეს დენის წყაროსო. როდესაც კონდენსატორს მიუერთებთ დენის წყაროს და დავტოვებთ ჩართულს, ამ შემთხვევაში მუდმივი არის ძაბვა, შესაბამისად U1 ტოლი არის U2-ის და უდრის კონსტანტას. ანუ ამ ჩანაწერში U1-ის ფარდობა U2-თან ტოლი იქნება 1-ის და C1-ის C2-თან ფარდობა უკვე გამოთვლილი გვაქვს. ანუ ეს ტოლი იქნება 2-ის, შესაბამისად ეს ტოლი გამოგვივა 2-ის. ანუ ჩვენ გამოგვდის, რომ Q1-ის ფარდობა Q2-თან ტოლი არის 2-ის, საიდანაც ვასკვნით, რომ მუხტი, კონდენსატორის მუხტიც შემცირებულა ორჯერ. ანუ მეორეშიც პასუხი არის B. ახლა გადავიდეთ მესამე შემთხვევაზე. მესამეში დავწეროთ მოდით. ძაბვა კონდენსატორზე. ხო, ძაბვაზე თუ გამოვიყენებთ ამ პირობას, U1 უდრის U2-ს და უდრის კონსტანტას, შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ, რომ ძაბვა კონდენსატორზე არ იცვლება, არ გვეცვლება. ანუ მესამე შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება G. მეოთხეში ველის დაძაბულობა კონდენსატორში. ხო, თუ გავითვალისწინებთ, ახლა E1 ტოლი არის U1-ის ფარდობა D1-თან, E2 იქნება U2-ის ფარდობა D2-თან, საიდანაც ჩვენ ახლა E1-ს თუ შევაფარდებთ E2-თან, ნახოთ რა გამოგვივა, ეს უდრის U1
D1-ზე ერთის მნიშვნელობა შევიტანოთ, გაყოფილი U2 D2-თან E2-თან, ანუ გამრავლებული D2 U1-თან, აა U2-თან, უпростоრად, U2-თან. თუ გავითვალისწინოთ U1 და U2 ერთმანეთის ტოლი არის. აა ერთმანეთის ტოლი არის, შესაბამისად U1 და U2 შეგვიკვეცება. და D2 D1-თან კიდე გვითხრეს, რომ ფირფიტებს შორის მანძილი ორჯერ გაზარდესო. შესაბამისად, იყო D1, გახდა D2, ორჯერ გაიზარდა, ანუ D2 D1-ზე ორჯერ მეტია, გამოგდის, რომ ეს არის D2-ის ფარდობა D1-თან, რომელიც არის ტოლი 2-ის. მეოთხეშიც საინტერესოა. მეოთხეშიც B პასუხი მივიღეთ. მეოთხეშიც B არის სწორი პასუხი. ახლა გადავიდეთ, მოდით მეხუთეზე. და გვაქვს მეხუთეში კონდენსატორის ენერგია. ხო, კონდენსატორის ენერგიისთვის პირველ შემთხვევაში W1 ტოლი არის C1 U1 კვადრატ ახევრის, W2 ტოლი არის C2 U2 კვადრატ ნახევრის, საიდანაც რა გამოგვივა ნახოთ, საიდანაც W1-ის ფარდობა W2-თან, ტოლი გამოგვივა C1 U1-ის კვადრატი შეფარდებული 2-თან, გამრავლებული 2 შეფარდებული C2 U2-ის კვადრატთან, ანალოგიურად U1-ის კვადრატი და 2-ის კვადრატი შეგვიკვეცება, რადგანაც ერთმანეთის ტოლია, 2-ით შეგვიკვეცება, ეს ტოლი არის C1-ის ფარდობა C2-თან, რომელიც, როგორც ნახეთ აქ, 2-ის ტოლია, ჩვენ გამოგვდის, რომ W1 W2-თან აგრეთვე 2-ის ტოლია, ანუ კონდენსატორის ენერგიაც ორჯერ შემცირებულა. ანუ აქაც პასუხი არის B. ახლა რაც შეეხება ნახოთ მე-6-ში რა ხდება? მე-6-ში მიზიდულობის ძალა ფირფიტებს შორის. ხო, ამ შემთხვევაში F1 ტოლი იქნება Q1 1-ის, F2 ტოლი იქნება Q2 E2-ის, შესაბამისად აქედან F1-ის ფარდობა F2-თან ტოლი გამოგვივა Q1 E1 შეფარდებული Q2 E2-თან. Q1-ის ფარდობა Q2-თან 2-ის ტოლია, აი ეს ნაწილი, მოდი ცოტა უფრო კორექტულად რო ჩავწეროთ, რომ გამოჩნდეს რას გულისხმობთ. Q1-ის ფარდობა Q2-თან ეს ტოლია, ცალკე ეს ფარდობა გამრავლებულია E1 E2-თან. ეხლა აი ეს ნაწილი არის Q1-ის ფარდობა Q2-თან, ჩვენ ტოლი მივიღეთ, ნახოთ რამდენი მივიღეთ. ჩვენ ტოლი მივიღეთ 2-ის, აგერ გვაქვს, ესე იგი ეს არის 2. E1 შეფარდება E2-თან, ტოლი გამოგვივიდა აგრეთვე 2-ის, ანუ ეს ნაწილიც არის 2. შესაბამისად ამათი ნამრავლი მოგცემს 4-ს. ანუ საბოლოოდ მე-6-ში F1-ს შევაფარდებთ F2-თან, ტოლი ყოფილა 4-ის, შესაბამისად მიზიდულობის ძალა ფირფიტებს შორის შემცირებულა 4-ჯერ. ანუ მე-6-ში პასუხი გვაქვს A.